პავლე მოციქული ამბობს, ამიტომ თქვენ შორის ბევრია უძლური, ბევრი სნეული და ბევრიც ყვდება. და მე მინდა გითხრათ, რომ ფიზიკურად ვინ როგორ მოკვდა და როგორ მოკვდებით მე არ ვიცი. შენს მრევლშიც ბევრი გარდაცვლილა, მაგრამ ეს როგორ ხდება მე არ ვიცი, მე ხო ჩემთვის ღმერთს არ გაუხსნია, მაგრამ ერთი რას 100%-იანი ჩანს ხოლმე, აი 100%-იანი ჩანს არის ის, თუ ადამიანი უღირსად ეზიარება, ან ესე უღირსად, აი სწორედ და ერთ-ერთი მთავარი სწორედ ეს არის. არსებობს, რა თქმა უნდა, სასიკვდილო ცოდვებით რაც რო ეზიარებიან ადამიანს და როცა არ უნდა გაანკურნება, ეს ცალკე პრობლემაა. მაგრამ არის მეორე პრობლემა, როცა ადამიანს ამ პარტაუნული ხედვა დანარჩენებს, იცით რამდენი მაგალითი მაქვს ამისი? როცა ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ინტეგრირება მრევლთან, ნუ ესენია, ან ცუდებია, ან ბნელებია, ან ესე იგი უვიცებია, ან გაუზდელები, ან კულტუროები, ან უსიყვარულოები, ან ცოდვილები, რაღაც ესე, ან აზე არ არიან. აი ეს ამის ეს დეკლარირებას ყველა ესე კი ვერ ბედავს. და ესე კი ვერ ახდენს, მაგრამ ეს ხო იგზნობა კაცო ადამიანს, ახლა ხო ეტყობა როგორი დამოკიდებულება აქვს, ხო? ასეთი ადამიანები თითქოს იწვალებენ, მერე მოდიან მამაო მინდა, როგორც კი ეზიარებიან, აი პირველივე თოვლივით ქრებიან საერთოდ ეკლესიიდან. თვეებით, წლებით და ზოგი სამუდამოდ. და რას ნიშნავს ეს? სულით კვდებიან. მათ აღარ აქვთ უნარი სულიერი ცხოვრების გაგრძელებისა. გესმით? ამიტომ ძალიან საშიშია და ამიტომ შეხედეთ თქვენ თავს, რამდენად სიმდაბლეში, რამდენად მორჩილებაში და რამდენად ცდილობთ, რომ ერთმანეთი გიყვარდე და თავი არ წამოწიოთ ხვებზე მეტად.